რუსეთი კი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებისათვის გამოჩნდა ბოლო მომენტში, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა სომხეთის პოზიციები. შეთანხმების მონიტორინგისათვის კი რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალები გააგზავნა, რითაც კრემლმა გაამყარა გავლენა სამხრეთ კავკასიაში. თუმცა ბაქო ამით არ დაკმაყოფილდა და 2023 წელს, როცა რუსეთი უკრაინის ომით იყო დაკავებული, აზერბაიჯანმა წამოიწყო კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლი მოიპოვა და ამჯერად რუსეთისაგან დამოუკიდებლად, ისევ ისრაელისა და თურქეთის ტექნოლოგიით. ანუ რა გამოვიდა, რომ რუსეთმა ვერც სომხეთის ინტერესები დაიცვა და ვერც აზერბაიჯანს დაეხმარა მაინც და მაინც, ამიტომ რუსეთის ძალა ორივე მხარისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების როლი მთიან ყარაბაღში ბუნდოვანი გახდა, რადგან ომის ბედი უკვე სამხედრო გზით იყო გადაწყვეტილი, სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა კი ტერიტორიიდან გავიდა. ამას დაემატა რუსეთის სამხედრო რესურსების გადამისამართებაც უკრაინის ფრონტზე. ამიტომ 2024 წელს დათქმულ ვადაზე 1 წლით ადრე რუსებმა მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად დატოვეს. როდესაც პრეზიდენტი ილხამ ალიევი 2024 წელს მოსკოვს ეწვია, პუტინთან შეხვედრისას მთიანი ყარაბაღი არც უხსენებია და აქცენტი ორმხრივ ურთიერთობებზე გაკეთდა. საკითხის ასე მიყურადება კი დიპლომატიაში ნიშნავს ერთ რამეს, რომ აზერბაიჯანმა თვითონ იცის თავის საქმის.